სანამ მას ქროლავთ გეტყვით რომ ამ მოდელებს არ ჭირდება მართვის მოწმობა, მარტივად უკვლავდება აღმართებს და დაღმართებს. ეს მოდელები წარმოდგენილია შემდეგი სპეციფიკის მახასიათებლებით. ლითიუმ ფოსფატის ბატარეებით, რომლის ამპერაჟები და ვოლტაჟები განისაზღვრება შემდეგ: 48 ვოლტი 70 ამპერ-საათი, რომელიც გადის 130 კილომეტრს და ფასი განისაზღვრება 4500 ლარით. ასევე 60 ვოლტი 70 ამპერ-საათი, რომელიც უკვე გადის 150 კილომეტრს და მისი ფასი არის 5500 ლარი. და 200 კილომეტრი, საშუალოდ 250 კილომეტრი, რომლის ვოლტაჟობა და ამპერაჟობა განისაზღვრება 48 ვოლტი 120 ამპერ-საათით. წინა და უკანა სატურმუზე სისტემა არის აპურნები. და როგორც EU2 მოდელზე და სხვა დანარჩენებზე წარმოდგენილი არის დოტოთხის სითხე, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე უზრუნველყოფს საიმედო სამუხრუჭე მანძილს. აქვს საკმაოდ მაღალი სიგნალი, ციმციმები, ასევე ახლო და შორს ნათება. როდესაც გავაქტიურებთ ნათურებს, შეგვიძლია ჩავთოთ შორს და ახლო ნათება. და რაც მთავარია, სიჩქარის 3 რეჟიმი: პირველი, მეორე და მესამე მოუდი. ჩვენთან არსებულ ყველა მოდელებს ლითიუმის ბატარეებზე მოყვება 1 წლიანი გარანტია ბატარეაზე და ასევე ძრავზე მოყვება 1 წლიანი გარანტია. აქვს ესეთი ლამაზი დუგები, წაცევის შემთხვევაში, რომელიც გვიცავს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ სატრანსპორტო საშუალებას. და ეხლა როგორც კაცში იყო, მსგავსი ხმა საერთოდ არ აქვს, ძალიან ჩუმი, პრაქტიკული და მარტივი გადაასადგილებელია. აქვს საკმაოდ დიდი სათავსო ასევე, რომელიც ჯობია მოხსნათ, იმიტომ რომ სახში საკმაოდ დიდი ტევადობის პროდუქცია შეგვიძლია მივიტანოთ, რომელიც ჩვენ შიბეს დაეტყობა. ასე რომ ჯობია მოხსნათ, რომ ზედმეტად ვერ დაგვავალონ. საკმაოდ საიმედო დაცვის მექანიზმები აქვს. იკეტება აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე ესეთი ჭიქის ჩასადებები აქვს, პატარა დამტენი აქედან, რათა დავივიწყოთ power-bank-ი. აქვს ასევე საჭის ჩაკეტვის მექანიზმიც, რომელიც სრული აღარ მოდის აქეთ და აქვს ასევე სიგნალიზაციაც. რამდენადაც წინ წავიყვანთ, იმდენად უკან გამოგვიქაჩება, რამდენადაც უკან წავიყვანთ, ასევე წინ დავქაჩავს.